საოკუპაციო ძალებთან ქართული მხარის შეხვედრა ერგნეთში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. სუსის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის ორი ფაქტი დაფიქსირდა. როგორც წესი, ბორდერიზაცია გულისხმობს ხოლმე ეგრეთ წოდებული საზღვრის განახლების და დაცვის სამუშაოებს, კონკრეტულად კი სხვადასხვა ინსტალაციების აღმართვას, მავთუხლართების განახლებას და ასე შემდეგ. ასეთი ფაქტები დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ და ასევე ოკუპირებული სოფელი არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე. გარდა ამისა, როგორც სუსის წარმომადგენელი აცხადებს, დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი საკითხი იქნება საქართველოს იმ მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, რომელიც ამ დრომდე რეჟიმის უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან. ასეთი კი ამ ბოლო მონაცემებით 11 ადამიანია. თავარი საკითხი არის უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება და ასევე წინა შეხვედრიდან დღემდე, ანუ 18 ნოემბრიდან დღემდე დაფიქსირებული ინციდენტების განხილვა. ამ შემთხვევაში იგულისხმება უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესი. დაკავებულები გახლავთ 11. უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის ორი ფაქტი გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშისა და ოკუპირებულ სოფელ არცევს შორის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ერგნეთის წინა შეხვედრიდან ამ შეხვედრამდე ერთი თვეა გასული, თუმცა მანამდე განსხვავებული სტატისტიკა ჰქონდა. ზოგადად სამთვეში ერთხელ იმართება ხოლმე აღნიშნული შეხვედრები. დღევანდელი შეხვედრა არის წლის ბოლო შეხვედრა და როგორც საინტერესო ასევე ბოლო 4 თვის მონაცემები უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის 15 ფაქტი არის დაფიქსირებული. ყოველ შემთხვევაში ეს არის სუსის ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში განსხვავდება ხოლმე საოკუპაციო ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციისგან.